ერთმა დაგლოსოთ გაგაძლევთ, გაგამტკიცოთ, ძალა მოგცეთ, ღვთის სრული შესამოსლად საჭურველი მოგცეთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რათა შეგეძლოთ წინააღმდეგ ბოროტის ხრიკებს. რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ როგორც პავლე მოციქულის ეპისტოლის სიტყვებს კითხულობ, ეფესელთან, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მფლობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ ძალთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იფყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და ყოვლის მძლეველნიდან კვლავ მტკიცედ იდგეთ. აი რამდენი სიტყვებია სასურველი. მას აღიმართეთ ჭეშმარიტება, შეერთხით წელზე სიმართლის აბჯრით შეიმუსეთ და ჭეშმარიტება შეერთხით წელზე. ფეხით კი მზადყოფნად ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. ამასთან აიფარეთ რწმენის ფარი, რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის מחვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. აი როგორი შესამოსელი საჭურველი, რანაირ სულიერი იარაღი მოგცა ღმერთმა. ხედავთ? რამხელა სერიოზული როგორი ის არის. აი ცალკე ტომი უნდა ამის გარჩევას, აი ცალკე დიდი თემა არის ამის გარჩევას უნდა, რომ რამხელა დაცვის უნარჩვევა მოგცა ქრისტემ. და მოვიდეს ფრთხილად იყავით. გამოიფრთიდით ჟამთა, რამე დღენი ბოროტნი არის. ვინც ბრძენია, ის ფრთხილად გადის. გაფრთხილებული შეიარაღებულია. ვინც არ არის გაფრთხილებული და ფრთხილი და თავაშობულად ცხოვრობს და გამოცდის განგებულებას, ის ცდება, იმიტომ რომ არ არის სასურველი არასაჭირო და ასე ვთქვათ, მოულოდნელი და შემთხვევითი ფაქტორებით და რისკების გამოწვევა შენს თავზე. და შემიყვანებ ჩვენ გასასწრებს, არამედ მიხსნებ ჩვენ ბოროტისაგან. ვინ რისი გადამტანი და გამზრდელი და ამტანია, ეს უფალმა იცის, ჩვენ არ ვიცით, ვირას გაუწევთ. ამიტომ ვინც ბრძენია და ფრთხილად დადის, ის დროსაც უფრთხილდება. ხოლო უფრთხილდება, იმიტომ რომ დღენი ეს მით უმეტეს ძიმე დრო არის, დრო ჩქარა გადის, აი აჩქარებულია ხრონოსი, დრო სწრაფად მიდის, რამეთუ დღენი ბოროტნი არის. როდესაც საქმეს ვაკეთებ და კეთილ საქმეს ვაკეთებ, დროს სასარგებლოდ ვხარჯავ და კეთილი საქმეების კეთებაში ვხარჯავ. სასურველი ესე იყოს სულ, მაგრამ ესე რო არ გამოდის, მაგრამ მაინც მცდელობა უკვე სათნოება. მაგრამ ის დრო ღვთის საიდებლად რასაც ვიყენებ, ის დრო არ დაიკარგება, აუცილებლად წინ დავხდება, რაც ლოცვას ეხმა დავუშვათ, ლოცვაში იხარჯება, ისახურებაში იხარჯება, ადამიანისადმი სრულელობაში, თუ ცხოველისადმი, თუ ფრინველისადმი, საერთოდ უნებისადმი კეთილი საქმეები, ხომ? ცოცხალ არსებას ღვთისკნილებას მოული შეიწყალებ, რაღაცა სიყვარულს გამოხატა, ეს არ დაიკარგება ეს დრო. ხედავს ზეცა ყველაფერს. ის არ დაიკარგება, უფრო მეც მოგცემს. ავანტყოფებისთვის რომ ლოცვობ, უძლურებისთვის ლოცობი იხსენიებ. ეს შენ რომ ავანტყოფების იხსენიებ, შენს ჯანმრთელობას მოგცემს ღმერთი და დღეს რაც მე დროს დავუხარჯავ ღმერთს, ღვთისათვის მით 100 მაქვს მოგცემს. ის დროს გაგიხანძრებს, კი არ დაიკარგება ის დრო. პირიქით 100 მაგი მოგეცემა, აი ინახავს ეკლესია ადამიანს და ჟამგძელს ხდის, მოხედავ? ამიტომ ის სესხადაზნე უფალს და უფალი და 100 მაგათ მოგცემს, რამხელა სიბრძნე ამაში და ამიტომ როცა ადამიანი არა კეთილი მოქმედებებით ხარჯავს, მოქმედებებში ხარჯავს დროს და ფანტავს დროს, ხრის დროს, კლავს, დროის კლავს 1000 სისულელი ხობოდი შეასრულოს, აი ეს მერე ის დრო მართლაც ანიგილირებულია და მოკლდება და ჩქარდება მისი ცხოვრება. ამიტომ ხოდამხოლოდ ამ ცხოვრებაში უნდა ვეძიებდეთ სულიერ სიმდიდრეს. ამ ქვეყნიურ ზრუნვას კი არ გადააყოლეთო ყველაფერიო, ამ ქვეყნიურ ზრუნვაზე მიმართული კი არ იყოს ყველაფერიო. რაც იყალ ბარდებად იწოდება სახარებაში. არამედ ყველაფერი დახარჯე, რაც შეიძლება მაქსიმუმი სულიერი სიმდიდრის მოსაპოვებლად, სადაც ვერაფერი ვერ შეეხება, ვერც დაჟანგდება, ვერც მოიპარავს ვინმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმას პირიქით მოემატება და მოემატება, შენ რომ არ გონია ისე. უფალმა იცის, ისე მიუმატებს, ისე რომ გაგიხარდება. ის კი არა პროცენტები კი არ ემატება, რო არის. ახლა დავიწყე, რო არის. ის კი არ პირიქით კი არ იმას გიზავს დაგახარჯება პროცენტები. ეს არ არის ქრისტიანობა. პირიქით ის მოუმატებს და უსასყიდოდ მოგცემს, ხო? 5 თევზი და 5 პური და 2 თევზი რამდენი და ხო? როგორი ის არის? უფალი, ბარაკიანი და მოწყალე. ამის ლოცვები კიდე ცალკეა. და კიდე რამდენი დარჩა და რამდენი მიიღეს. ამიტომ უკეთურ დღეებს კეთილად გადაგიქცევს,
და მომავალს კიდევ დიდს მოგცემს და შენს გარშემო ადამიანებსაც ჯანმრთელობას მიცემს, გეგრძელობას მიცემს, დაალაგებს ყველაფერს ისე, როგორც ზეცა მიცის, იცის, ისე დაალაგებს. რადგან ამ მოსაბჭოთა სივრცის ხალხს, სადაც ამდენი ცოდვით გამრუნდა სივრცე და დრო, უკეთურნი დღენი და დრო კი არ არის ცუდი, რო იძახიან. ჩვენ გავამრუნდით ჩვენი ცოდვით, თორე ღმერთმა ყველაფერი კარგად შექმნა, დროცა და სივრცეს. ყველა განზომილება კარგად შექმნა ეს დიდი დრო. ამიტომ უკეთურნი დღენი, რომ ამბობენ, ცუდი დროა ასე, შენ ცუდ დროს კი მეუყურებ, შენ ქენი სიკეთე და შენ იქნები კარგ დროში, ლოკალურად, შენ ადგილას ქენი სიკეთე. კეთილ საქმეებისაგან მიიმართა უპირველეს სკოლისა, ღვთაებრივი სიბრძნე ეძებე და გამდიდრდი მისი მეშვეობით. შეიძინე ღვთისნების შემეცნების უნარჩვევა, რომელიც მეთქვა ხატებად მოგცა, მსგავსებად აქცია. ხატება იმიტომ მოგცა, რომ მსგავსება დაგავა. ყველა კი არ მოგცა ეს ხატება, მსგავსება დაგავა. ამიტომ ის უნარჩვევა და ძლიერი უნარჩვევა, რაც დღეს აუცილებლად გჭირდება, როგორც აღნიშნეს, ეს საჭურველი კიდე ცალკე დიდი თემაა, კიდე შეიძლება მე სხვა დროს საუბარი, მაგრამ სულიერი საჭურველში რა შედის, როცა ადამიანს ხშირი ზიარებით, მარხვით, ლოცვით, მოზღვის კურთხევით, ღვთისადმი მიმართვით, კურთხევის აღებით, ღმერთისადმი მუდამი მორალური და სულიერი კომპასის მიმართვით, ქრისტესადმი აქვს საოცარი უნარჩვევა, რაც დღეს ძალიან გჭირდება ხაზს უსვა. იმისა, რომ შეიძინოს ღვთისნების შემეცნების უნარი. ვინც ამ უნიკალურ უნარს ფლობს, განწმენდილი გულით და გონებით, განწმენდილ გონებას და გულში გამოირჩევა ღვთისნება. ვინც ამ უნიკალურ უნარს გააძლიერებს და სწორი არჩევანს აკეთებს მაშასადამი, ხო? განაც ღვთისნება შეიმეცნებს, სწორ და მართალ არჩევანს აკეთებს. მისი სული სამშვიდობო და სნაური, მისი გონება და გული სულ სხვა ახალ, ძლიერ, ჯერ კიდევ არ ნახულ განმხრთობილ ეტაპზე და განმხრთობილ მდგომარეობაში შედის და სულ სხვანაირი რაკურსით უყურებს. რეალობა იგივე კი აღარ არის მის თვალში. სულ სხვანაირია ის, რასაც სხვა ადამიანი ვერ ხედავს, ის უკვე ჭვრეტს. თორემ ღვთისნება ადამიანის გონებას განსმენს, ცეცხლ გამლეველ და სუფალი და მის სულს სამშვიდობს და სხეულს განხურნავს და განაღმრთობს და დიდ იმუნიტეტს აძლევს ამ ჩვენი სოფლის წამლეკავი ნაკადის წინააღმდეგ, სადაც ჩვენ ვიბრძვით და სადაც ჩვენ სულიერი სიმძიმის ცენტრი არ უნდა დავკარგოთ. ამიტომ ღვთისნება, ღვთისმეწოდინება, აი მაშინ ვივლით ყველაზე წაღმა და ყველაზე მართლა და ყველა დაბრკოლებას გადავიდეთ. აი ამაშია ჯვარკუთულობის ამოცანა და საიდუმლო ღვთისნების ჭვრეტა ყველგან. რა არის ღვთისნება? ამა თუ იმ ეტაპზე შენი ცხოვრების ყოველ დღე, ყოველ მეხსეულ გაელვებაში. აი ეს არის დიდი გრძნობა ცოდნა, უნარის შეძენა. და რა თქმა უნდა, ფრთხილად იყავით, ფრთხილად იარეთ, იმიტომ რომ ყველა საქმის კურთხევა ავიღოთ, როცა წავიკითხოთ, ყველა დიდი აწყებასა თუ დასასრულისთვის საქმისა, დილას თუ საღამოს, ყველაფერზე უნდა ავიღოთ ღვთის კურთხევა და როცა უნდა ვთქვათ, რომ რაც ნებავს ღმერთს, ის მოხდეს და ის გავაკეთოთ. რომ თუ ახსოვებად ვყოთ, ნება ღვთისა ყველაფერში, რადგანაც ღმერთის არის ყველაფერი, ყველა საქმის და ყველაფრის დასაწყისის და დასასრულიც, შუაშიც და შედეგიც, რეზულტატიც და გამოყენებაც იმ საქმის, ჯანმრთელობა თუ განკურნება, დილა თუ საღამო, წარსული, აწმყო თუ მომავალი, ოთხივე მხარე, 23-ვე განზომილება თუ ასე შემდეგ, ყველაფერი ღვთის ხელში. ამიტომ მას ვეუბნები, რაც ღვთისთვის სათნოა, ის ვაკეთოთ. რაშიც ყველაფერში წარმატებას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.